მოგესალმებით 2030-ია მე მაკაცინცაძე ვარ. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ხელისუფლების ინიციატივის წინააღმდეგ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, EBRD-სა და აზიის განვითარების ბანკის რეკომენდაცია არ მოხდეს ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა. არგუმენტად ბანკის შესაძლო დასუსტებას ასახელებენ. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი ხელისუფლებას ქვეყნის მთავარი ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ურჩევენ. რეკომენდაციის მიუხედავად პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ოთხეულის წერილის ადრესატი პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების რეკომენდაციები გაითვალისწინეს. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების შემთხვევაში გართულდება თუ არა საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობა. სავალუტო ფონდის პოზიცია პირველი მოსმენის შემდეგ და დისკუსია თემაზე. რეალურად ხდება თუ არა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა. საპირისპირო პოზიცია და არგუმენტები რამდენიმე წუთში 20-30 შეკითხვებს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ თხემალაძე, ექსპერტი ემზარ ჯგერენაია და ეკონომისტი ლევან კალანდაძე უპასუხებენ. გადაცემის მეორე ნაწილში პანკისის ხეობა და ხელისუფლება ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ. სტუდიაში სტუმრად გვეყოლება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წერილს პრემიერმა დღეს უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ თუ ვინმეს აქვს შენიშვნა მეორე მოსმენამდე პარლამენტთან კონსულტაცია გამართოს. კიდევ ერთი დეტალი, პრეზიდენტის ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობა კი მის დასაძლევად ემზადება. სავალუტო ფონდისა და ინიციატორების არგუმენტები დღეს თამარ ციკლაურმაც მოისმინა. თამარ, მოგესალმები, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. საღამომშვიდობისა. მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, EBRD-სა და სავალუტო ფონდის მიერ ერთობლივად შემუშავებულ წერილზე პრემიერ-მინისტრმა საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების ნაწილი ცვლილებების პროცესში ხელისუფლებამ უკვე გაითვალისწინა. ირაკლი ღარიბაშვილს კითხვის ნიშნებს უჩენს ამ თემით პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლის დაინტერესება. პრემიერის განცხადებას კი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ უპასუხეს იმ მოტივით, რომ ამ თემაზე პრეზიდენტის პოზიცია უკვე ცნობილია. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის პოზიცია ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ და ხელისუფლების არგუმენტები. ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. 4 საფინანსო ინსტიტუტი ხელისუფლებას ურჩევს საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვოს. მათი უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ზედამხედველობის საბჭოს დაკომპლექტების წესია. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები შიშობენ არ მოხდეს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიზირება. ეს შეფასებები ისმოდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებამდეც და შემდეგაც. წერილში ჩვენი ერთობლივი პოზიციაა დაფიქსირებული, რომ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში უნდა იყოს ზედამხედველობის სამსახური. თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, რომ ეროვნული ბანკისგან ფინანსური ზედამხედველობის სამსახური გამოყოს, მაშინ არსებობს მსოფლიო პრაქტიკა, რა და როგორ უნდა იყოს დაცული. ეს ინსტიტუტი უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სტაბილურობისკენ უნდა იყოს მიმართული. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წერილის ერთ-ერთი ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების პროცესში პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი თავდაპირველი ვარიანტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ განხილვის პროცესში პარლამენტმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა. დაგეგმილი ცვლილებების გამო საბანკო საზედამხედველო სამსახურის პოლიტიზებას გამორიცხავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი კმაყოფილია, რომ პარლამენტმა საფინანსო ინსტიტუტების რჩევები გაითვალისწინა, თუმცა აეჭვებს ამ საკითხით პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის დაინტერესება. ეს ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შესაბამისად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს აუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზება. პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა. მეგობარმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვცეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა. რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის ეკონომიკურ მრჩეველს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აქვთ მათ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით. მათი ამგვარი პოზიცია ბევრ კითხვას აჩენს. განხილვების პროცესში იქნა ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებული, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია. მეორე მოსმენამდე ჩვენ გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირებთან.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ავტორები საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებში ახალს ვერაფერს ხედავენ. თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე ამბობენ, რომ პარლამენტმა რეკომენდაციების ნაწილი პირველი მოსმენისას გაიზიარა, თუმცა კონსულტაციების გასაგრძელებლად მზად არიან. ზუსტად პოლიტიზირებული რო იყო ეს საბჭო და ამ ნიშნით მოხდა თავის დროს მისი დაკომპლექტება, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ კანონის ინიციირება, რათა აბსოლუტურად გამორიცხულიყო ყოველნაირი საფრთხე მომავალში ეროვნული ბანკის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით დავუგდებთ ყურს და მივიღებთ ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც მიმართული იქნება სწორედ იმისათვის, რომ ამ ინიციატივაში არ გაიპაროს სამი ისეთი, რომელმაც შეიძლება თქვათ ამ თლიან თქვათ სისტემას რაიმე ესეთი დაბრკოლება შეუქმნას. მარტო ინიციირებიდან პირველ მოსმენამდე ამ პერიოდში ჩვენ ესე კოლოსალურ მუშაობა გავწიეთ. პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადებას გეგმავს. პარლამენტი კი ვეტოს დაძლევისთვის უკვე ემზადება. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი მეორე მოსმენა. პარლამენტის თავმჯდომარე კი დაინტერესებულ პირებს კანონპროექტის დამტკიცებამდე კონსულტაციებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. გმადლობა თამარ ციკლაური გვერდებოდა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ამავე თემაზე შეკითხებს სტუდიის სტუმრები ემზარ ჯგერინაია და ლევან კალანდაძე უპასუხებენ. მანამდე კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს ვრთავთ საკანონმდებლო ორგანოდან. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. თუ შეიძლება დააკონკრეტოთ, რა გაითვალისწინეთ და რა, რადგან სავალუტო ფონდის წარმომადგენელი, იგივე აზიმ სადიკოვმა 20-30-თან თემის კომენტირებისას დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, კარგი იქნება თუ ხელისუფლება მათ რჩევას გაითვალისწინებს. მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს, თქვენს სვენელებს, თქვენს სტუმრებს. მინდა გითხრათ, რომ დიდი ამბავი და აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმის შემდეგ, როცა პირველად ინიციირება განხორციელდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ინიციირების შემდეგ გავიდა 2 თვე, ამ 2 თვის განმავლობაში იყო შეხვედრები როგორც ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებთან, ბანკირებთან, ჩემო ბატონო, ასევე მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ყველას კი გამოთქვამდა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ მომხდარიყო რაიმე ფუნქციების გამოტანა, ისეთი ფუნქციების ეროვნული ბანკიდან, რომელიც დაუშვათ მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში ეროვნული ბანკი შეუშლიდა ხელს. მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს რჩევა რა თქმა უნდა მეტნაკლებად, მაგრამ პრინციპში პრინციპულ დონეზე სულ ყველაფერი გათვალისწინებულია. და მინდა გითხრათ, რომ არა თუ ის, რომ ეროვნული ბანკიდან გამოდის ზედამხედველობის სამსახური და ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და არაფერს აღარ ეკითხება ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკი ვერ ჩაერევა და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ პირველ რიგში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აუცილებლად ღებულობს ზედამხედველობის სამსახურში და არა მარტო პრეზიდენტი, კიდევ მისი მოადგილე, 1-2 ადამიანი ღებულობენ საბჭოში მონაწილეობას. მეორე მინდა გითხრათ, რომ გამიჯნულია აბსოლუტურად ზედამხედველო ფუნქცია მონეტარული პოლიტიკის გატარებისაგან და მონეტარული პოლიტიკა აბსოლუტურად ხელშეუხებელია და მინდა გითხრათ, რომ აქაც აი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში ხელის არ შეშლის მიზნით შემოღებულია ესეთი რამ, რომ შეიქმნას კომიტეტი ერთობლივი მონაწილეობით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლები პარიტეტულ მდგომარეობაში და უფრო მეტიც ამას ექნება მხოლოდ საკონსულტაციო, სარეკომენდაციო ხასიათი და მიუხედავად იმისა, ვინ რა რეკომენდაციას გაწევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც აქ იმყოფება ამ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, მაგ შეუძლია გაითვალისწინოს, შეიძლება შეუძლია არ გაითვალისწინოს. უფრო მეცაც გეტყვით, ამ სააგენტოს, ანუ ზედამხედველობის სააგენტოს შიდა აუდიტს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ყოლოდა თავისი შიდა აუდიტი, მას გაიხორციელებინა აუდიტორული შემოწმებები, ზედამხედველობის სააგენტოსთვის ფუნქციების განხორციელების მომენტში, მაგრამ აქაც გათვალისწინებული იყო, რომ გარკვეული ბერკეტები ქონოდა ეროვნულ ბანკს, რომ შიდა აუდიტს
ატარებს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორული კომპანიები. აქედან გამომდინარე, აბა სად შეიძლება იყოს, იცით რა შესაძლებელი? აუცილებელია, რომ ამ სააგენტოს, ზედამხედველობის სააგენტოს ბუნებრივია კონდეს ინფორმაციასთან წვდომის და ინფორმაციების გაცვლის, ესე ვთქვათ, თავისუფალი პოზიცია მიმართულებით. აქაც მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადგენს ამ ინფორმაციასთან წვდომის პირობების და დებულებას, რომელსაც ბუნებრივია თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაამტკიცებს. აქაც რომელ გამიჯდაზია და რომელ დაუშვათ ანუ ბატონო ზურაბ, თქვენ ფაქტობრივად აცხადებთ, რომ უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ ზედამხედველობის სააგენტო ცალკე ფაქტობრივ სტრუქტურად არ ჩამოყალიბდება, ამავდროულად აცხადებთ, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაიარეთ უამრავი კონსულტაცია ფაქტობრივად ყველა სეგმენტთან. ძალიან საინტერესოა მაშინ, რატომ არ იმუშავეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ვერ მოახერხებდით მათ დარწმუნებას და ვერ მოახერხებდით თქვენი არგუმენტების გატანას. რა იყო ამის მიზეზი? მე ვერ გეტყვით იმას, რომ არ ვიმუშავეთ, ვერ გეტყვით იმას, რომ არ იმუშავა კომიტეტის ავტორებმა არ იმუშავეს. ყველა მიმუშავა, მინდა გითხრათ, ყველას თან ქონდა შეხვედრა, ყველა აბსოლუტურად, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში რადიკალური პოზიცია იმის, რომ არ გახორციელებულიყო. მათი დათანხმება ვერ მოახერხეთ. ბოლო კომენტარებიდან გამომდინარე. ხო, დათანხმება არა, იცით რა შესაძლებელი, ხო, ცოტა უცნაური კომენტარი იყო, ბოლოს გაკეთებული უცნაური განცხადება იყო, გაკეთებული ხლა. მოდით, ნუ გავაკეთებ მაგის კომენტარს, თუმცა გავაკეთებ კიდევაც რა. მაშინ როცა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვითვალისწინებდით მთელ რიგ შენიშვნებს და მთელ რიგ რეკომენდაციებს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათთვის ცნობილი არ იყო ჩვენ რა გავითვალისწინეთ, რა არ გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ ბუნებრივია კანონპროექტის მიღებიდან მეორე დილასვე გაკეთდა განცხადება, ისეთი განცხადება, რომელიც ალბათ არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ნუ არა უშავს ხდება ხოლმე. როგორც ეთქობა, ცოტა კომუნიკაცია, ბოლო დღის კომუნიკაცია შეიძლება რაღაც შეფერხდა, ან რაღაც ის იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თავად ბანკირებთან შეხვედრის დროს, თავად საბანკო ასოციაციამ წარმოადგინა, მინდა გითხრათ, 6 შენიშვნა, რომელიც შენიშვნებიც გათვალისწინებული იქნა პირიქით, ერთი შენიშვნა იყო, რომელიც ჩვენ გვინდოდა გაგვეხორციელებინა, მაგრამ გვირჩიესო თავი შევიკავეთ და შევიკავეთ თავი. აბსოლუტურად ყველანაირად მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად აი სრული თავისუფლება აქვს ეროვნულ ბანკს. ეხლა მაშინ ისმის კითხვა თუ ესეთი სრული თავისუფლება აქვს, მაშინ რა მოხდა და რატომ იყო ეს აუცილებელი, ხო? სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, რამ განაპირობა ეს ინიციატივა ასეთ შემთხვევაში? მალოთ. იცით რა შესაქმე? მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ გასული წლის ბოლოდან საკმაოდ დიდი ნებათაღელვა არსებობდა ამ ვალუტის კურსთან მიმართებაში, საკმაოდ ისეთი დაპირისპირებული და განსხვავებული პოზიციები იყო დაფიქსირებული. ისიც მინდა გითხრათ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე, როცა მოვისმინეთ ეროვნული ბანკის ანგარიში, მინდა გითხრათ, ორივე კომიტეტი, ორივე კი არა, ბოდიში საბა კომიტეტმა უარყოფითად დასკვნა მიცა და უარყოფითად შეაფასა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ბატონო ზურაბ, 20-30-ში უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ სტუმრობისას ბატონ თამაზ მეჭიაურსაც ვკითხე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა ბანკის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამ ცვლილების აუცილებლობა დღის წესრიგში მაინც დადგებოდა, ანუ თქვენსად ხედავთ პრობლემას, ეს არის პიროვნება თუ სისტემა? არა, ეს არის პიროვნება, პირდაპირ გეტყვით და რატომ არის ეს ჩაკეტილი წრე, რომელიც არის და რაღაც გარკვეული ისეთი ინფორმაცია ნაკლებად გამოდის, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია და ამ ინფორმაციის არწვდომა გამოიწვია სწორედ აი ეს უკმაყოფილება საზოგადოებაში, უკმაყოფილება ექსპერტებში, უკმაყოფილება მთელ რიგ ხა ზედამხედველობა ბუნებრივია და ეროვნული ბანკი გარდა იმისა, რომ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს, ბატონო ზურაბ, დაახლოებით 7 თვის შემდეგ ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. რატომ არ მოხდა ამის გათვალისწინება, რატომ დააჩქარეთ პროცესი? კი ბატონო, გეტყვით, არა, დაჩქარებული პროცესი ნამდვილად არ არის, დამეთანხმებით ალბათ, იმიტომ რომ ორი თვეა პირველ მოსმენამდე ინიციირებიდან პირველ მოსმენამდე და საკმაოდ დეტალურად იყო გააზრებული, გაანალიზებული, აბსოლუტურად სულ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველასთან გავლიდა, მაგრამ ის მომენტი, რომ დღეს ნდობა არ არსებობს ეროვნული ბანკის მიმართ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ასეა, ხომ? ეს გამოიწვია ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს მუშაობამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა, თუ არასწორმა მიწოდებამ საზოგადოებისათვის და საზოგადოების ინფორმირების კუთხით ფაქტის წინაშე ვდგევართ, ეს ესეა და ჩვენი ეს
ინიციატორების, ბუნებრივი საკანონმდებლო წინადადების ინიციატორების და ავტორების და ჩვენი ვინც ყველა მხარე დაუჭირეთ, პირველ რიგში ეს განხორციელდა იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ავტორიტეტი შენარჩუნებული ყოფილიყო და ეროვნული ბანკის ავტორიტეტი შენარჩუნებულიყო. ბატონო ზურაბ, საერთაშორისო საფინანსო გასაგებია, ინსტიტუტების ერთ-ერთი რჩევა არ მოხდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის, ხელყოფა და ასევე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს პოლიტიზება. ბატონო ზურაბ, შეძლებთ რომ თქვა სააგენტოს ხელმძღვანელი არ იყოს ხელისუფლების გავლენის ქვეშ. ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებთ, რომ საბჭოს უმრავლესობას წარადგენს მთავრობა და ირჩევს პარლამენტი. ასეთ პირობებში ამოწყების პოლიტიკური გავლენისგან დაცვას როგორ გეგმავთ, რა მეთოდებით გეგმავთ? კი ბატონო, მოგახსენებ, ჯერ ერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ნებისმიერი არჩეული პიროვნება, რომელიც აირჩევა პირობითად ლაპარაკობს 7 წლით, ის თავის თავს გზობს საკმაოდ დამოუკიდებლად და დამოუკიდებლად ღებულობს ყველა გადაწყვეტილებას. იცით რა შეიძლება ინიციატორების მხრიდან პირველ ვერსიაში იყო, რომ პარლამენტის გარკვეულ ჯგუფებს, ფრაქციებს, 10 კაციან ჯგუფს, პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლოთ რომ წარედგინათ ესე ვთქვათ კანდიდატურები. აი მაშინ იყო სწორედ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ კი მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ფრაქციებმა წარადგინონ და ამ შემდეგ და ის კიდევ პოლიტიზირებული. შევცვალეთ, ეს იყო საბანკო ასოციაციის წინადადება, რომ ეს შეცვლილიყო. მათ ჰქონდათ მოთხოვნა სხვათა შორის მე საკომიტეტო მოსმენაზე ისიც გაიჟღერა, რომ მიკროსაფინანსო ბანკების ასოციაციებაც გააშკარა, რომ თითო კაცი მათგან ყოფილიყო ჩართული ამ საზედამხედველო კომიტეტში, მაგრამ საბჭოში, მაგრამ აქ საერთაშორისო ორგანიზაციამ ცალსახად დააფიქსირეს თამეთი პოზიცია, რომ ეს იქნება ინტერესთა კონფლიქტი და არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლებოდა და ეს ვერ გავითვალისწინეთ და არ გავითვალისწინეთ, რომ აი რამე არ მომხდარიყო და არ ყოფილიყო ისე, რომ საბჭოში იყოს ის პიროვნება, რომელიც ორგანიზაციის ზედამხედველობასაც უწევდნენ. არა, ეს არ შეიძლება. ის რომ დეპოზიტირების პოზიცია უნდა დაცული ყოფილიყო, ეროვნული კომერციული ბანკების პოზიცია დაცულიყო, მიანაბრების პოზიცია, გამჭვირვალობა ყოფილიყო აბსოლუტურად ყველას დაენახა რა ხდება, როგორ ხდება, სად მიდის, როგორ მიდის, რა მიმართულებით მიდის და რომ ავტორიტეტი დაებრუნებინა. აი ამას ემსახურებოდა ეს საკანონმდებლო ინიციატივა და თუ ვინმე ოპონენტია, მე ძალიან მეკურს ბოდიშვიხტი არ შემიძლია რო არ თქვა, ძალიან მეკურს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, რომელიც ჯერეთი ბოდიშვიხტი და მას არ ეკითხება, არ შედის მის ფუნქციაში, რომ ჩვენ დავადებთ ვეტოს. ვეტოს არ ადებს მრჩეველი, ვეტოს ადებს პრეზიდენტი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მან პრეზიდენტის პოზიცია განაცხადა და გაახადა საჯარო. გმადლობთ 2030 შეკითხვებს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე პასუხობდა. სტუდიაში კი სტუმრად იმყოფებიან ექსპერტი ემზარ ჯგერენაია, ეკონომისტი ლევან კალუნდაძე. ბატონებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ემზარ, თქვენ ხართ საფინანსო ზედამხედველობის ცალკე სტრუქტურა ჩამოყალიბების და გამოყოფის წინააღმდეგი. თქვენი არგუმენტები როგორია? არგუმენტი მოყვა ჩემო უფროსო მეგობარმა. ბატონო ზურაბ ტყემალაძემ, რომ დრო არა პიროვნული ფაქტორი, ინსტიტუციონალური საჭირო არ არის. ამაზე არგუმენტს მე ვერ მოვიყვან. მეორე იყო ბატონო მეჭეურმაც ბრძანა მის განმარტებაში, რომ ეს დიახაც ხდება პიროვნული ფაქტორების გამო, რომ ვიღაცამ ვერ შეძლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კიდე პოლიტიკური მიზნებით გამოყენა. საქმე იმაში გახლავთ, რომ აი ყველა ფრაზაში, რომელზეც დასაბუთებისკენ მივყავართ ვითო ერთი შეხედვით, იგივე უარყოფისკენ მივყავართ, იმიტომ რომ შიდა აუდიტი ამოწევს ეროვნული ბანკი და ამ დროს ბანკების ზედამხედველობა მხოლოდ აუდიტია, მეტი არაფერი. არ მონეტარული პოლიტიკას არ ვეკარებით და ამ დროს მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ვერკეტი სწორედ რა არის ბანკი. ხო, ბოლო ინსტანცია დაკრედიტების ბანკთა ბანკია, მოხარებელთა უფლებების დამცველია და რეგულატორია. რა პრობლემებს შექმნის ბატონო ემზარ ამ ცალკე სააგენტო ჩამოყალიბება? მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია დამოუკიდებლობაზე და როგორ დამოუკიდებლობაზე, არ მოგოწონა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მეორე წესში შეგვიძლია ინიციატივა გავაკეთოთ კანონის და რაღაც შევცვალოთ და გავუშვათ გარეთ. ამაზე არა ლაპარაკი. პირველ რიგში მონეტარული პოლიტიკა რამდენიმე ვერკეტს ეყრდნობა. ერთ-ერთი ვერკეტი არის საავადმყოფო რეზერვების სიტყვაზე. იქ რეზერვების გარდა არის თვითონ თქვათ ღია ბაზარზე ოპერაცია, რომელიც ყველაზე ინტერვენციას აუქციონზე არ ვიძახის, ყველა მიცით, ღია ბაზარზე ოპერაცია. იქ არის სისტემები ბუნებრივად, იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკა. ამის გამო, რომ კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული. ამის გამო ეროვნული ბანკის ღია ბაზარზე ოპერაციის ვერკეტი სუსტი აქვს და ის ვერ ახდენს სერიოზულ ზეგავლენას საავადმყოფო გაცვლით კურსზე. უფრო მეც გეტყვით,
აი ჩვენ ბოლო ინსტანციის კრედიტორი სახელი ქვია ყველას ცენტრალურ ბანკს, ჩვენ ბანკსაც, კი ბატონო, იქ პროცენტ ცვლის და არის ბევრი კრიტიკა იყო და ეს ბუნებრივია, ხოთაშ არა ჩვენ კომერციული ჩვენს ეროვნულ ბანკის მართკი სოფლის ყველა ეროვნული ბანკი ყოველთვის კრიტიკის ცეცხლშია, ყოველწუთად დრაგიც, იენის ყველა აბსოლუტურად აქ ლაპარაკი რაზეა. თქვენ ეს რო გეკნათ ლარის კურსი გამყარდებოდა, არ გამყარდებოდა, ხო? ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ თქვენ რომ გქონოდა ობლიგაციები მოგწევს, ობლიგაციები რო წეროდა მოსახლეობას ხელში, მაშინ თქვენ ამას უფრო გამოიყენებდი და ქმედით იქნებოდა, უფრო მეტიც თქვენი პროცენტი ქმედითი არ არის, ანუ თუ აწევთ პროცენტს, სოფლიო სქემა ესეთია, რომ ფული გაძვირდება, წარმოება შემცირდება, ინფლაცია და იცით როგორ ეს ყველაფერი თეორია. ჩვენთან არ მოხდეს, იმიტომ რომ ეკონომიკა არის, არა 100%-იანი საბაზრო. არ არის წარმოებელსა და ბანკებს შორის ზედა უშუალო კავშირი. 14 მილიარდ საკრედიტო დაბანდებაში ნახევარი არის ჰიპოთეკური კრედიტი. ამიტომ ჰიპოთეკისთვის გინდათ 10% გინდათ დაწიეთ, ხო ხვდებით? როცა თქვა და დასავლეთში და ევროპაში როგორც გერმანიას უხარია რომ ევროს კურსი დაეცა, ხო? იმიტომ რომ ემწოჯი სქემა ამუშავდა ექსპორტი ამუშავდა წარმოება ხალხი დასაბჭა ჩვენ ვართ საქართველოში. შემდეგ ანუ როგორც კი ევროს კურსი დავარდა იმ წუთში გერმანია გაწუსდა. საქართველოში დავარდა ლარის კურსი და არაფერი არ დაი. რატომ? არ მოგვეწონება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვცვლით კანონებს ამ შესახებ განაცხადა რამდენიმე წამის წინ განაცხადა ბატონმა ემზარჩგერინაია. ფრაზით დავამთავრო. იმიტომ არ შეიძლება თუ არ შევყარეთ დაზე ტყუილები ლაპარაკამდე, იმიტომ არ შეიძლება ამ წუთში ამ ეროვნული ბანკის პირამიდის ხელისუფლება, რომ შესუსტება მონეტარული პოლიტიკის ისედაც სუსტად განხორციელების მექანიზმი, რომ ეს არ არის კიდე გეუბნებით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობილი ეკონომიკის ეროვნული ბანკი. ჯერ კიდე აი ჩამოყალიბების პროცესში გასაგებია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე. ჯერ სუსტი როა იმიტომ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გავიმეორე, არ მოგვეწონება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვცვლით კანონებს. ბატონო ლევან, თქვენ ხართ ერთ-ერთი მომხრე ამ ინიციატივის, ხო? სააგენტო ჩამოყალიბების შემთხვევაში 4 დონორი ორგანიზაციის მოსაზრების რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თუ შეიქმნა პრობლემა, პასუხისმგებლობა ვინ უნდა იყოს? მოდით ჯერ ვთქვათ იმის შესახებ რა არის ეს რეკომენდაცია. პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ ზედამხედველობის ფუნქცია არ უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან და მეორე რეკომენდაცია გაძლიერდეს ეროვნული ბანკი. მე მგონია, რომ ორივე კომპონენტში უკვე ახლად წარმოდგენილ, არა პირველად, არამედ ახლად წარმოდგენილ კანონპროექტი ამ მოსაზრებებს და ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. პირველი ფინანსური ზედამხედველობის სამსახური არ გამოდის ეროვნული ბანკის ხოლგის ქვეშიდან, ის ხდება დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის სისტემაშივე დამოუკიდებელი სიპის სახით. ეს არგუმენტები ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ, კი ბატონო. და მეორე საკითხი ძლიერდება თავად ზედამხედველობითი ფუნქციის გამჭვირვალობის ტრანსპარენტულობის საკითხი. აქ ლაპარაკია ერთ საკითხზე, როცა საუბარია ეროვნული ბანკის მხარდაჭერაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. მხარდაჭერა ეროვნული ბანკისადმი და არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფუნქციების შესუსტებაზე. იმიტომ რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პრაქტიკულად აღარ იქნება ერთპიროვნული უფლება დაამტკიცოს საბანკო ზედამხედველობის ხელმძღვანელი. და ამ ფუნქციის ამ რგოლის ხელმძღვანელობის და ბორდის დამტკიცება უკვე პარლამენტის პრეროგატივა ხდება. ანუ ამით პირიქით ძლიერდება დამოუკიდებლობის ხარისხი საბანკო ზედამხედველობისა ეროვნულ ბანკში. პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ? აი მაგაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და იზრდება გამჭვირვალობის ტრანსპარენტულობის ნდობის ხარისხი. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, მე მგონია რომ დღეს არსებული სისტემა უფრო სუსტი და მყიფია პოლიტიკური გავლენებისგან, ვიდრე ის სისტემა, რომელიც შეიძლება ახალი მოდელის შემდეგ შეიქმნას. თქვენ იცით რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს წაყენებული დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს. პრაქტიკულად ყველა შეიძლება დაინიშნოს და ყველა შეიძლება წარდგენილი იქნას. იქ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც ძალიან ლიბერალურია. რაც გარკვეულწილად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაში გამოსწორებული იქნა, მკვეთრად არის რეგლამენტირებული, ვინ შეიძლება იყოს საბჭოს წევრის არჩევის პროცესი რომ გამკაცრებულიყო, თქვათ.
საბჭოს წევრის პროცესი სწორად გამკაცდა აი ამ ახალი კანონ პროექტის მიხედვით. და მეორე კომპონენტი, მთავარი კომპონენტი, ერთპიროვნული ხელმძღვანელობა და ერთპიროვნული, ასე ვთქვათ, დანიშნვის კომპეტენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გამოეცალა. ანუ ამ თვალსაზრისით ბუნებრივია შესუსტდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხაზსვამ ჩარევის ხარისხი საბანკო ზედამხედველობაში, თუმცა ეს არამც არნიშნავს, რომ თავად საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია შეიზღუდა, ან თავად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი შეირღა. პირიქით, მე მგონია, რომ პირიქით უფრო გაძლიერებულია და ის სისტემა უფრო მდგრადი და უფრო მედეგია არსებულ გამოწვევებზე და არსებულ რისკებზე, ვიდრე დღეს არსებობს. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოიწურა, ბატონო ემზარ და შემდეგ ბატონო ლევან. საინტერესოა თქვა ლარის კურსის დასტაბილურებაზე თუ მოახდენს ეს ცვლილება გავლენას, ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ ლარის კურსის ცვლილებებს სწორედ გიორგი ქადაგიძეს უკავშირებდნენ. ორი სიტყვა კიდე უნდა დავამატოთ აუცილებლად. თუ რამე ჭრელი იყო ამ ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში, ეს იყო მუხლისა და წერია, რომ საფინანსო კაპიტალის ბაზარზე ზედამხედველობა ეკისრებოდა ეროვნულ ბანკს, ეს უნდა ამოღებულიყო პირველ რიგში. ეს არა ანაქრონიზმი, როცა კონკურენტის ცხვარს ვაბარებ და ვეუბნებით მოუარეო, იმიტომ რომ საბანკო სისტემა თავის ბუნებით კონკურენტია ფასიანი გაღალდების ბაზრის სისტემისა, დეპოზიტების ნაცვლად ან იქ უნდა ჩადოთ ან იქ, ამიტომ პირველ რიგში ეს უნდა გამოსულიყო ჩვენ თუ სტრუქტურის გალამაზება გქონდა და მეორე თუ საბჭოს ვეხებით მაინც და მაინც რომ წარებს უმრავლესობას ახლა ვადა გაზდიოდა ისეთ ამთაშებს გავიდა ეს საბჭო ფაქტიურად თქვენ რომ ძალიან დანიშნული არის ძალიან ძიმი პარლამენტი ამ წელს ამან დამეზე არაფერი არ ევალებოდა გუცველად გეტყვით აქამდე რო იყო ეს საბჭოს წევრი არაფერი არ ევალებოდა გარდა იმისა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კრიტერიუმებზე საუბრობდა არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის შემდგომ ეს საბჭოს წევრები ხდებიან თითქმის უსაქმურები არავის არ ეწყობს თუნდაც ეწყინოს ანუ თუ ჩვენ გვინდა რეფორმირება ეროვნული ბანკის ორგანული კანონის და ეროვნული ბანკის ინსტიტუტის აუცილებლად საბჭოს ფუნქცია მივცეთ რაღაც დამატებით იმიტომ რომ მონეტარული საბჭო სხვაგან არის ეს საბჭო კიდევ დანიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მე აბსოლუტურად უსაქმუროდ ყველა ხელფასგებულობს და დანიშნოთ ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი პარლამენტი ამ დღეს ამადებს თუმცა საჯარო მოხელე არ არის ეგეც რაღაც გაუგებარი რამეა პარლამენტი ამ დღეს საჯარო მოხელე არ არის და არადგენს დეკლარაციებს და მესამე კიდე ახალი საბჭო შეუყვანეთ ახლა. აი უკვე რაღაცა ცოტა იმ სულ საბჭოს კიდე საბჭო დავამატა და მე პირიქით მომხრე იქნებოდი რომ საფინანსური ბაზის რეგულირების სამსახურით გამოსულიყო ეროვნული ბანკი და წასულიყო თავის მხარეს საბჭოს ფუნქციები გაძლიერებულიყო საბჭოური ყოფილიყო ფუნქცია და ალბათ დროთა განმავლობაში ეს საკითხის დადგება ბატონო მეგა რეგულატორი გავკვეთებიან რომელშიც გადაგვეტანა ეს ყველაფერი საბოლოოდ მანდეც წავალთ ალბათ საბოლოო ჯამში მანდეც წავალთ ბატონო ლევან ლარის კურსთან დაკავშირებით ახლა პირდაპირ კორელაცია და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გაძლიერებისა ეროვნულ ბანკში ლარის კურსთან პირდაპირ არ არსებობს ამ ცვლილების მთავარი ფუნქცია არის რომ სისტემა გახდეს უფრო მდგრადი, უფრო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა გახორციელდეს და იმ რისკების და გამოწვევებისადმი, რაც ქვეყანაში მაგალითად წლის ბოლოს და წლის დასაწყისში ლართან დაკავშირებით შეინიშნებოდა, შემდგომში ეს რისკები გათვალისწინებული იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სისტემის ორიენტირებულობა თავად პროგრესზე და სისტემის მდგრადობაზეა გათვლილი, უნდა გავითვალისწინოთ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, გარკვეული დადებითი და პოზიტიური შედეგი მოხდეს. საბჭოს ევალება მხოლოდ ამ წესის მიღება ლარის კურსის განსაზღვრის წესის მიღება შემდგომ მასთან საქმე არ აქვს გმადლობთ 20-30 შეკითხვებს ეკონომისტები ლევან კალანდაძე და ემზარ ჯგერინაია პასუხობდნენ ახლა კი საბერძნეთი გამოაცხადებს თუ არა საბერძნეთი დეფოლტს და დატოვებს თუ არა ის ევროზონას ეს დღეს ევროპაში ყველაზე აქტუალური შეკითხვა ქვეყანაში კვლავ ეკონომიკური კრიზისია რომლის გადასალახად საბერძნეთის მთავრობას რესურსი აღარ გააჩნია საერთაშორისო კრედიტორებმა ბერძნული ბანკებისთვის დახმარების ზრდაზე უარი განაცხადეს ათენს 1 მილიარდ 600 მილიონი ევროს ვალის გადახდის ვადა ხვალ საღამოს ეწურება. კვირის ბოლომდე საბერძნეთში არც ერთი ბანკი არ იმუშავებს. ხელისუფლებამ ბანკომატიდან ფულის გამოტანაზე ლიმიტი დააწესა და მომხმარებელს დღეში მხოლოდ 60 ევროს განახდების უფლება დაუტოვა. შეზღუდვები მხოლოდ ტურისტებს არ შეეხებათ. კვირის განმავლობაში დახურული იქნება საფონდო ბირჟაც. ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბერძნეთს დახმარების პროგრამა არ გაუზარდა. საბერძნეთის მოსახლეობა იძულებული გახდა პასუხი პრემიერ-მინისტრის ამბიციების გამოაგოს. მას ეგონა რომ ქვეყნის გადარჩენას შეძლებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.
ბანკომატიდან თანხის გატანაზე ლიმიტის დაწესებასთან ერთად დროებით აიკრძალა სხვა ქვეყნებთან ფულადი გადარიცხვებიც. გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და წინასწარ შეთანხმებული კომერციული ტრანზაქციებისა. საბერძნეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ პრობლემები ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებსაც შეუქმნა. ჩვენი ბანკებიც დაკეტილია. გითხრეს რომ იქ კიდე ომუნიაზე არის ერთი ბანკი, რომელიც მაგი არის ცენტრალური ბანკი, იგიც დაკეტილია. არის რიგები, ხალხი ელოდება, მაგეთ ზოგს ავანტყოფი ყავს, ზოგს კიდე აქედან ვაწვდით ხომ ორკაპიქს და რაღაცა და არაფერი არ ვიცი, თქვეს რომ ორ შაბათიდან ორ შაბათამდე, მაგრამ დღეს როგორც გაირკვა, შეიძლება კიდე გახანგრძლივდესო. ვერც გზავნილებს გზავნით და ვერც ხელფას ავიღებთ 5 რიცხვამდე. გაურკვეველი სიტუაცია ჯერ თვითონ არ იციან, ბერძნება რა მოხდება. საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით იქ არსებული კრიზისი საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებზეც აისახება. შექმნილი სიტუაციის სირთულეზე საუბრობენ ექსპერტებიც. სამწუხარო ფაქტია, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ კეთილსურველობის გარდა და მეტი ნამდვილად ბერძენ ხალხს და იმ მცხოვრებ ქართველებს არაფერი არ შეგვიძლია უსურვოთ. ძალიან რთული პროცესია და ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას როგორც საბერძნეთი, ისევე ევროკავშირი. ჩვენ რამოდენიმე წელიწადია უკვე ხედავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო იყო საბერძნეთი. გარკვეული პერიოდი გვექნება საკმაოდ შემცირება, ისედაც შემცირება იყო საბერძნეთის მიმართულებით ფულადი ნაკადების, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს უკვე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. საბერძნეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს საფრანგეთსა და გერმანიაში მთავრობის საგანგებო სხდომები გაიმართა. ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა განცხადებები უკვე გააკეთეს. ევროპას შეუძლია იმაზე რთულ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს, ვიდრე საბერძნეთში შექმნილი სიტუაციაა, რადგან ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მიღწევები გვქონდა. თუ დაეცემა ევრო, დაეცემა ევროპაც. საბერძნეთის კრიზისის გადასაწყვეტად კომპრომისის მიღწევა აუცილებელია. საბერძნეთმა გადაწყვიტა შეწყვიტოს მოლაპარაკებები, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. ძალიან მწუხვართ, რადგან ჩვენ შეთანხმებამდე ძალიან ახლოს ვიყავით. იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებები განახლდეს. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. 5 ივლისს საბერძნეთში საერთაშორისო კრედიტორებთან სადავო შეთანხმების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს დათანხმდება თუ არა ქვეყანას საერთაშორისო კრედიტორების შეთავაზებას. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მოსახლეობას მოუწოდა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღონ და არ დათანხმდნენ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას, რომელიც ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკის გატარებას, კერძოდ კი პენსიებისა და ხელფასების შემცირებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი კრედიტორების პირობებს არ მიიღებს, დეფოლტი გარდაუვალი იქნება და შესაძლოა ათენს ევროზონის დატოვება მოუხდეს. საბერძნეთს 1,6 მილიონი ევროს ოდენობის ვალის გადასახდელად ვადახვალ ეძურება. ოფიციალური ათენი უკვე დიდი ხანია საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია. ახლა კი რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში ბანკისის ხეობა და ტერორიზმის წინააღმდეგ ხელისუფლების პრევენციული ზომები. ჩვენ შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე უპასუხებს, ასე რომ დაგველოდეთ. ბრუნდებით სტუდიაში. სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ბანკისის ხეობის მკვიდრი 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი ქალაქ ქობანში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა. ის ისლამური სახელმწიფოს რიგებში ებრძოდა. ბორჩაშვილი სირიაში დაღუპული საქართველოს რიგით მე-12 მოქალაქეა. დეტალები ნახეთ რეპორტაჟში. სირიაში ქალაქ ქობანში საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. ბანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები ბორჩაშვილი ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა. ხეობის მოსახლეობის ინფორმაციით ახალგაზრდა ბანკისიდან 6 თვის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა. თურქეთში იყო წასული, თურქეთში სამუშაოდ ყოფილა და იქიდან, რა ვიცი, გადაიბირეს ალბათ. თურქეთში სამუშაოდ წავიდა, იქიდან რანაირად როგორ გადავიდა, არ იცი. სამწუხაროდ სუხლის აღამოს მეც ალბათ გავიგე, რომ ესეთი რაღაცა გარდაიცვალა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით ბანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიდან თურფალ ბორჩაშვილი უკვე მე-12 მსხვერპლია. ერთადერთი ვინც სირიაში დაღუპვის შემდეგ ბანკში გადმოასვენეს და დაკრძალეს რუსლან გელაევის შვილი, რუსტამ გელაევია. არ უნდა მე თავიანთ ეხლა იმას მუსულმანურ წესს იცავენ და თავიანთ ძმებს ეხმარებიან. ხეობის მოსახლეობის აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი ახალგაზრდების სირიაში წასვლას ამართლებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მათ რელიგიას ეწინააღმდეგება. ამ მუსლიმანური წესის გადმოცემით ჩვენი
მუჰამედ ფეიხომერის წინასწარ მეტყველე სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგის გადმოცემით არალი ვალდებული სხვა ქვეყნებში რო წავიდეს მუსლიმის დასახმარებლად. პლუს კიდე ეგენი სირიაში იქიდან რო იბრძვიან ეგეც მუსლიმები არიან, აქედან რო იბრძვიან ეგეც ორივე მუსლიმები არიან, მაგრამ ესენი რა ინტერესებს იცავენ აზე არა ვარ. არაოფიციალური მონაცემებით სირიაში პანკისის ხეობიდან 50-დან 150-მდე ახალგაზრდაა წასული. საკმაოდ პრობლემურია პანკის რეგიონი. იმიტომ რომ რაღაც გარიყულებით არის საქართველოს საზოგადოებითან. ანუ პრობლემა არის ის, რომ არაინტეგრირებულია ძალიან პანკისი. რამდენიმე კვირის წინ ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც სოფელ ჯოყოლოს იმამი აიუბ ბორჩაშვილი დააკავა. მას ბრალი ტერორიზმის ხელშეწყობისთვის ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აიუბ ბორჩაშვილი ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების მიზნით ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა. ფრონტებით პირდაპირ ეთერში სტუდიაში სტუმრად იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ბატონო არჩილ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწვევთ. ბატონო არჩილ, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ ეგრეთ წოდებული ვილაიეთის შექმნა დაანონსა. საინტერესოა რა იცვლება საქართველოსთვის? ეს საკითხი განსაკუთრებით დიდი ყურადღების საგანი ხდება ბოლო დღეებში, როცა ეს განცხადება გავრცელდა. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის განცხადება გარკვეულწილად მეტ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში, არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონში ზოგადად და ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს ასე ვთქვათ უფრო მეტი რესურსების მობილიზაციას ამ მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებით გარკვეულწილად მთელ რეგიონში საფრთხე სავარაუდოდ მოიმატებს. მეორეს მხრივ ცალსახად უნდა ითქვას, რომ ტერორიზმი არის გლობალური გამოწვევა და ვთქვათ კონკრეტულ ერთ რეგიონში თუნდაც სამხრეთ კავკასიაში განცხადების გაკეთება ძირეულად ვერ ცვლის სურათს, იმიტომ რომ ეს საფრთხეები ისედაც არსებობს სოფლიოში საკმაოდ მაღალი ხარისხით და მეორეს მხრივ უნდა ითქვას, რომ ამჯერად უკვე ყურადღების ცენტრში არის ისლამური სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული ეს ორგანიზაცია, რომელიც ჯიჰადისტების და სალაფის მიმდევრების მიერ არის შექმნილი, ეს არის შეიარაღებული გეოპოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სირიაში, ლიბიაში, ნიგერიასა და ერაყში დაახლოებით 10 მილიონი მოსახლით დასახლებულ ტერიტორიას. ბატონო არჩილ, თქვათ, რამდენად ქმედითია ბუნებრივია, თქვათ, როდესაც ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე ვსაუბრობთ, თუნდაც გლობალურად. რამდენად ქმედითია საქართველოს ხელისუფლების, თქვათ, ნაბიჯები, ეს საკითხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც აისახა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, კვლავაც არსებობს ამ ქვეყნის როგორც ტერორისტების მიერ ტრანზიტად გამოყენების საშიშროება. რა პასუხი აქვს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას? ხელისუფლებას დღეს არ დაუწყია და დღეს არ დაგვიწყია ამ საკითხებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, აქამდეც მიმდინარეობდა ორი მიმართულებით, ძირითადად ჩვენი აქტივობები, მთავრობის აქტივობები და პასუხი ამ გამოწვევებზე. ერთი ეს არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავთა ჩარევა, როდესაც ირღვევა კანონი, როდესაც ადგილი აქვს ასე ვთქვათ კრიმინალურ მოქმედებებს, თუნდაც ეს იყოს ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა, თუ სხვა აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას, რა თქმა უნდა, იქ ძალიან მკაცრი და დროული ჩარევის საგანია, როგორც წესი. მეორეს მხრივ ყველა მიცის, ვინც განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც სამ სფეროში ექსპერტულ ცოდნას ფლობენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მხოლოდ შეზღუდვები ვერ იქნება ეფექტური და შეზღუდვებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობებით შექმნას მთავრობამ, ამიტომ ჩვენ მეორეს მხრივ მუშაობთ მეტ ინტეგრაციაზე იმ საზოგადოების, იმ მოსახლეობის, რომელიც ამ შემთხვევაში რისკის ქვეშ იმყოფება და ეს არ არის მხოლოდ პანკისის ხეობა, ეს არის აჭარასა და ქვემო ქართლში ასევე ზოგიერთი დასახლებები, სადაც რადიკალიზაციის რისკები არის უფრო მაღალი ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე და მე კონკრეტულად ვიტყვი, რომ ეს პროგრამები დაგეგმილია და დაწყებულია არაერთ შემთხვევაში საგანმანათლებლო კუთხით, ეს არის სკოლების მოდერნიზაცია, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუნდაც მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებით და ეს არის სპორტული აქტივობები, თუნდაც პანკის ხეობაში
დაწყებული აქვს თავრობას, თქვათ იგივე რაგბის პრომოცია, დაწყებული აქვს ძიუდოს კლუბის შექმნა, შესაბამისი შენობების აგება, ინფრასტრუქტურა, მწვრთნელები, ვეცდებით რომ ახალგაზრდები და ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ჩაერთონ ამ პროცესში. მცირე კომენტარს გავაკეთებდი უკაცრავად ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე. მე გარკვეულწილად ორმაგი განმარტებები მოვისმინე ბოლო დღეებში ამ ანგარიშთან დაკავშირებით და მინდა ძალიან ასე ვთქვათ მკიცედ გითხრათ რომ ის რაც ანგარიში წერია პირველ რიგში არის ის როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად ამბობს რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი ტერორისტთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე ამბობს ეს ანგარიში მკითხველს ეუბნება რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები არიან მზადყოფნაში რომ არსებულ გამოწვევებს გაუკლავდნენ. თქვენ იცით რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის, რა თქმა უნდა აი ამ დასკვნების მიღმა დგას კონკრეტული საქმე რომელიც ჩვენმა სამინისტრომ გააკეთა. ეს საქმე არის კანონის ადაპტირება და იცით რომ ვაფართოვებთ უკვე ასე ვთქვათ ტერორისტულ საქმიანობის განმარტებას. ეს არ იქნება მხოლოდ უშუალოდ ვთქვათ იარაღის ხელში აღება და ტერაქტის ჩადენა, არამედ ეს განმარტება უკვე დაფარავს ყველა სახის ხელშეწყობას, თუნდაც გადაბირებას, რომელსაც საქართველოს შემთხვევაში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი. ცვლილებები იგეგმება, ანუ ამასაც. ცვლილებები ინიცირებულია უკვე, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე ხანში ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე რეალურ ცხოვრებაში განხორციელდება. კი ბატონო, აი ერთ-ერთი ექსპერტი ჩვენთან რეპორტაჟში და საუბრისას აცხადებდა, რომ ბანკისის ინტეგრირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თქვენ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. შედეგს როდესთვის უნდა ველოდოთ? მოდით ჯერ ვთქვათ რა არის შედეგი, ხო მე ამ ექსპერტს უნდა დავუსვამდი შეკითხვას რა იქნება შედეგი ამ შემთხვევაში. მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები ევროკავშირის განვითარებული ქვეყნები, როგორიც არის ბელგია, დანია, საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, აი ამ ქვეყნებს გერმანიასაც კი აქვთ იგივე პრობლემები ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, თორსა მათი მოქალაქეები მათი ტერიტორიიდან მიდიან და ტერორისტულ ორგანიზაციაში ასე ვთქვათ იწყებენ საქმიანობას. რა თქმა უნდა, ამ მაგალითებიდან უკვე ჩანს, რომ მხოლოდ ვთქვათ ეკონომიკური პროექტების ინიცირება, თქვა შემოსავლის გაზრდა კონკრეტული ოჯახებისთვის, ან თუნდაც სამართალდამცავთა ძალიან მკაცრი მოქმედებები, რა თქმა უნდა 100% პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეს არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემა, სოციალური ფონის ახალგაზრდა. დიახ, ეს არ არის მხოლოდ სოციალური საკითხი, მე სამუშაოდ უფრო კარგი ადგილების დასახელება შემიძლია მსოფლიოში და შემიძლია კითხვა დავსვა, თქვა რატომ მიდიან ეს ადამიანები მაინც და მაინც ტერორისტულ ორგანიზაციის საქმიანობის, თუ მათ მხოლოდ შემოსავალი აინტერესებთ. მეორე მხრივ მინდა გითხრათ რომ მე უბრალოდ ასევე მინდა ვთქვა რომ მე პირადად არ მჯერა როგორც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს ამ ქვეყნის ის ოჯახები რომელთა წევრებიც წავიდნენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში ამ შემთხვევაში ისლამურ სახელმწიფოში სამუშაოდ არ მჯერა რომ ის ოჯახები ის ადამიანები აგზავნიან თავის შვილებს ამ საფრთხეში მხოლოდ იმისთვის რომ მათ მიიღონ შემოსავალი. ნამდვილად ვერ ვიჯერებ ამას. მე ვფიქრობ რომ ამ პროცესს აქვს გაცილებით ღრმა და გაცილებით მოცულობითი მრავალი ფაქტორი, რომელზეც არის საჭირო დაფიქრება და ყველა მიმართულებით არის სამუშაო. ეს არის ალბათ ხელმისაწვდომობა ისევ განათლებაზე, ეს არის მეტი ინტეგრაცია, როგორც თქვა თქვენს სიუჟეტში ექსპერტმა, ეს არის მეტი შესაძლებლობების შექმნა, რომ საზოგადოებრივ პროცესში მიიღონ მეტი მონაწილეობა, შექმნან მეტი დოვლათი, მეტი სარგებელი იმ ადამიანებმა, ვინც ამ შემთხვევაში თუნდაც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ და ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა ეკონომიკურ პრობლემებთან საზოგადოებამ გაუწოდოს ხელი და არა მხოლოდ ასე ვთქვათ შეშფოთება გამოხატოს ტერორისტ საფრთხებთან დაკავშირებით, ანუ თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ ეს არის ყველას პრობლემა, საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ანუ საბოლოოდ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ისევ სოციალურ ფონს უბრუნდები და ისევ ეკონომიკურ პრობლემებს. მე უფრო უბრუნდები იდეოლოგიურ საკითხებს, პირველ რიგში ალბათ ეს არის იდეოლოგიური საკითხები, იდეოლოგიური გავლენა, როდესაც ვხედავთ, რატომაც ახალგაზრდები უფრო ექცევიან ამ გავლენის ქვეშ. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი სიგნალი, ინდიკატორი, რომ აქ უფრო ძლიერი ფაქტორი არის იდეოლოგია, ვიდრე კონკრეტული შემოსავალი. კი ბატონო, თუ გაქვთ ბატონო არჩილ თქვათ ინფორმაცია საქართველოდან რამდენი ადამიანია წასული, ამას ექნა გამომდინარე გეკითხებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 100-მდე პირზეა საუბარი და მათი წასვლა ხომ არნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებები ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უშედეგოა.
ძალიან კარგი შეკითხვა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე შემიძლია მხოლოდ თქვა, რომ ჩვენი მონაცემები დაახლოებით ადასტურებს, რომ რამდენიმე ათეული, დაახლოებით 40 ადამიანი საქართველოსთან არის წასული და ჩართულია ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში. მათ შორის ალბათ იცით, რომ რამდენიმე ლიდერი, ისლამური სახელმწიფოს ლიდერი არის სწორედ საქართველოსდან წასული, იგივე თქვათ თარხან ბათირაშვილი, ალშიშანი, იგივე მუსლიმ მარგოშვილი, ემირ მუსლიმი და სხვები. რა თქმა უნდა, მათი ღირებულება ბჭყალებში იმ ორგანიზაციაში არის გაცილებით მეტი ვიდრე ერთი ადამიანი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთაშორისო საზოგადოება ყველა სამართალდამცავი და კონტრტერორისტული ორგანიზაცია არის მობილიზებული, რომ ამ საფრთხების განეიტრალება მოხდეს. სახელმწიფო როგორ ცდილობს ახალგაზრდების დაცვას? ძალიან კონკრეტულად რომ შედეგიანობაზე ეს თვითონ ეს რიცხვი, თქვათ 40 ან რამდენიმე ათეული ვერანაირად ვერ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს არ არის ეფექტური და რატომ? გეტყვით, თუნდაც რომ ავიღოთ იგივე წეგანი ჩამოთვლილი მაგალითები, თქვათ ბელგიას ყოველ მილიონ მოსახლეზე 40 დაახლოებით 40 ადამიანი არის წასული ბელგიიდან ისლამურ სახელმწიფოში საბრძოლველად, როდესაც მოსახლეობა არის 11 მილიონი. თქვათ ავიღოთ საფრანგეთი, ყოველ მილიონ მოსახლეზე 18 საფრანგეთის მოქალაქე არის წასული და საქართველოს შემთხვევაში გამოდისო 3 მილიონ ნახევარ მოსახლეობაზე დაახლოებით 40-მდე ადამიანი არის წასული ამ ორგანიზაციაში სამუშაოდ. თუ ვიმსჯელებთ, ეს არის უკვე მტკიცებულებები და არა ვარაუდები, თუ ვიმსჯელებთ უკვე რიცხვებით და აი ამ სტატისტიკით, რომელიც სხვათა შორის ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშში არის გამოქვეყნებული, არ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს პრობლემა არის ძალიან მზარდი და სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ არის ეფექტური. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ქმედითია მეორე მხრივ ასევე ჩემ კოლეგებთან ხშირად მისაუბრია ევროპაში ამ პრობლემაზე და უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო არის ახალგაზრდა, ძალიან გამოუცდელი ამ პრობლემასთან საბრძოლველად და სწორედ ახლა ამ მომენტში, თუნდაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება რომელიღაც ქვეყანაში ფიქრობენ კიდევ რა შეიძლება ტერორიზმს დაუპირისპირონ. ბატონო არჩილ, ბოლოს შეკითხვა, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა სპეცოპერაცია პანკიში, ხომ? დაკავებულია ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულია ერთი პირი. ვთქვათ, რაიმე დეტალი თუ შეგიძლიათ გითხრათ ახალი, ისეთი რაც ვთქვათ საზოგადოება ამ ეტაპზე და ამ დროისთვის არ იცის, ან სხვა პირთა ბრალეულობა ხომ არ იკვეთება ამ საქმესთან მიმართებაში? უკვე ბოლო პერიოდში ეს არის 4 შემთხვევა, სულ როდესაც ჩვენ დავაკავეთ ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილი არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან გარკვეულ ალიანსში, გადაბირებაში მოქალაქეების, მაგრამ მე ვიტყოდი ასევე, რომ მათ ჯერჯერობით იცავს უდანაშაულობის პრეზუმპცია, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ უმოკლეს დროში ეს ადამიანები წარსდგებიან ქართული სასამართლოს წინაშე და თუ მათ ეს დანაშაული მართლაც ბრალად მიუწყვეთ, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ეს 4 ადამიანი არ არის, რა თქმა უნდა, ის მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება შეჩერდეს პროცესს, შეიძლება მომავალში კიდევ მოხდეს სხვა ადამიანების დაკავება, თუ ისინი ჩაერთვებიან ანალოგიურ საქმიანობაში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კარგი პრეცედენტი და ამას ყველა აღიარებს, რომ ასე ვთქვათ, დაუსჯელობის სინდრომი ხეობაში არ არის და რომ სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვებიან და დააკავებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ტერორისტულ ორგანიზაციას საქმიანობას შეუწყობენ ხელს პირდაპირ თუ ირიბად. ძალიან დიდი მადლობა. სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. UEFA-ს სუპერთასის ბილეთები კი ხვალიდან გაიყიდება. რეალიზაციის უფლება ბილეთები ჯიმ შეინარჩუნა. რამდენი ბილეთის ყიდვის საშუალება გექნება და რა პრინციპით მოხდება მათი რეალიზება? დეტალებს უკვე გენო სიღმაშვილი არკვევდა. მიღწეულია შეთანხმება სამხრივი UEFA ფედერაცია და ბილეთები ჯისთან. ხვალ დილის 9 საათიდან ევროპის სუპერთასზე დასასრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება. გადაწყვეტილება მიღებულია და UEFA-ს დასტურით მატჩზე დასასრებ ბილეთებს კვლავ ბილეთები ჯი გაყიდის. იცვლება მხოლოდ გაყიდვის ფორმა. ეგრეთ წოდებული ლატარიის ნაცვლად ბილეთები ონლაინ რიგის პრინციპით გაიყიდება. ყველა ხარვეზები და რაც არის ბილეთები ჯიმ ყველაფერი გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია, რომ ეგეთი ხარვეზები არ იქნება. 30 ივნისის დილის 9 საათამდე ყველა მონაცემი განულდება და რიგი სათულა თავიდან დაიწყება. იქნება გარკვეული შეზღუდვებიც. ბილეთები ჯის ადმინისტრაციის განცხადებით, წუთში საიტი ერთდროულად მხოლოდ 50 მომხმარებელს მოემსახურება. თითოეულ მათგანს ბილეთების საყიდლად 10 წუთი ექნება. ერთ ადამიანს კი მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენის საშუალება მიეცემა. საიტზე შესვლისას მსურველს ავტომატურად მიენიჭება რიგის ნომერი და ლოდინის სავარაუდო ხანგრძლივობასაც იქვე შეიტყობს.
ის ხალხი, ვინც გაუძლებს ფილმს, ვინც შემოაღწევს ფილმში, ჩადგება შემდეგ რიგში. ეცნობება მოხმარებლის რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდოდ რამდენ ხანში შევა საიტზე და შეძლებს გაყიდვის განხორციელებას. გაიყო ქართველი და უცხოელი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვის დროც. ვინც საქართველოში არ ცხოვრობს და სუპერთასის მატჩზე დასასრები ბილეთების შეძენა სურს, ამის საშუალება 1 ივლისიდან ექნება. მათთვის 6000 ბილეთია გამოყოფილი. დანარჩენი 24000 კი კვლავ ქართულ გულშემატკივრებზე გაიყიდება. ევროპეელებისთვის დახურულია პირველამდე თუ 30-ში პირველ რიცხვამდე, ანუ ევროპის დროით 9 საათამდე არ გაიყიდა ჩვენი 24000 ბილეთი, მაშინ ჩაერთვებიან ისინი, ანუ კიდე ის 5000 დაემატება. ევროპის სუპერთასის ფინალზე დასასრები ბილეთების გაყიდვის ფორმა გარკვეულწილად მისაღებია ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის, თუმცა მათი ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ახლა მთავარია სისტემამ კოლაფსი ხელმეორედ არ განიცადოს. 24000 ბილეთი გაიყიდება მხოლოდ ქართველი გულშემატკივრებისთვის არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი და ერთმნიშვნელოვნად მისაღები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისევ და ისევ ამ ბილეთებიჯიზე უნდა გაიყიდოს ეს დარჩენილი ბილეთები არის მიუღებელი, იმიტომ რომ უკვე არაერთხელ დაგვანახა ჩვენ ამ საიტმა და მათმა ადმინისტრაციამ, რომ ვერ ახერხებენ ელემენტარული ზომების უზრუნველყოფასაც კი. რეალური საფრთხე არის იმის, რომ პირველ ჯერზე შესულმა მომხმარებლებმა შეიძინონ ბილეთების ძალიან დიდი ნაწილი. ჩვენ არ ვიცით რას აღიქავს სისტემა, ანუ რის მიხედვით გადაარჩევს ამ მომხმარებლებს. ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრებისთვის დღეს სპეციალურად დამზადებული ვიდეო ინსტრუქციაც გაავრცელა, სადაც ახსნილია თუ როგორ უნდა მოხდეს ბილეთების ყიდვა. ვიდეოს ნახვა ფედერაციის Facebook-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეა შესაძლებელი. და დღევანდელი გადაცემის ბოლოს იყალთოში სკოლა-სახელოსნო ქვევრის სახლ-საძირკველი ჩაეყარა. რა მიზანი აქვს მის ამოქმედებას, ნახეთ რეპორტაჟში. საძირკველი უკვე ჩაყრილია, მიზანიც გარკვეული. ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა, ისტორიული, კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. იყალთოში სკოლა-სახელოსნო ქვევრის სახლის პროექტზე ქართველი არქიტექტორები 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საძირკველის ჩაყრას სოფლის მეურნეობის მინისტრი, განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი და ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრნენ. პროექტი არ არის მხოლოდ სკოლა, ან მხოლოდ სახელოსნო. ეს თავის თავში აერთიანებს ბევრ ფუნქციას. ერთი მთავარი, რაც რომ ამ სკოლამ უნდა სახელოსნომ შეძლოს, არის ის, რომ მოახდინოს ქვევრის სტანდარტიზაცია. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, საფუძველი ეყრება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ახალ დასაწყის. პროექტს, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განვითარების ფონდი და მსოფლიო ბანკი ახორციელებენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბიბლიოთეკისა და ინტერნეტ კაფის აშენება. გაკეთდება ასევე მუზეუმიც, სადაც თიხის ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება. ადგილზე ჩასულ ტურისტებს მათი დათვალიერებისა და დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ერთის მხრივ აღნიშნული ტრადიციის აღდგენას და გაძლიერებას და მეორეს მხრივ მომავალთაობას ექნება საშუალება ასე ვთქვათ დაეუფლონ ამ უმნიშვნელოვანეს ხელობას. სკოლა-სახელოსნოში მსურველებს საშუალება ექნებათ ქვევრის დამზადებისა და შენარჩუნების უძველეს ტრადიციას გაეცნონ და ხელობას დაეუფლონ. მშენებლობის პროცესში 70-მდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება. ქვევრის სახლის მშენებლობა 2016 წლის სექტემბრამდე დასრულდება. ასეთი გახლდათ 29 ივნისის 20:30 მე მაგაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.